საღამოშვიდობის 24 იულის BMG TV-ზე საქმის კურსის ეთერში ვაჯამებთ ამბებს ბიზნესზე და ეკონომიკაზე. მე ანა ლაპიაშვილი ვარ და სამუშაო დღეს ბოლოს მნიშვნელოვან საქმიან ამბებზე გიყვებით BMG-ის გუნდის წევრებთან ერთად. 24 ივლისის ვაჭრობის შედეგად ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებით გამყარდა. ლარის ცვლილებამ თეთრის 6 მიასედი შეადგინა და დოლარის ღირებულება 2 ლარზე და 71 თეთრზე მრგვალდება. ეროვნული ბანკის ინფორმაციით ლარი ევროსთან მიმართებით თეთრის 26 მიასედით არის გაუფასურებული. შედეგად 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3 ლარი და 18 თეთრია. თეთრის 25 მიასედით გამყარდა ლარი გირვანქა სტერლინგთან და მისი ფასი 3 ლარზე და 67 თეთრზე მრგვალდება. ლარის მიმართ თურქული ლირას კურსი 6 თეთრი და 79 მიასედია. საქართველოში საწვავი ივლისშიც გაწვევდა. გასამართის სადგურების ქსელებში სხვადასხვა ტიპის საწვავის ღირებულება 2-დან 20 თეთრის ფარგლებშია გაზრდილი. ბოლო 4 წელში უცხოელი სტუდენტების რაოდენობა გაორმაგდა. TBC კაპიტალის ინფორმაციით 2024-2025 სასწავლო წელს საქართველოში 37100 უცხოელი სტუდენტი სწავლობდა, რაც წლიურად 21%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. ჭარბ ყურძენს მთავრობა 50 მილიონ ლარად შეიცავს. მოსავლის მართვის კომპანია 40-50,000 ტონა ყურძნის შეძენას გეგმავს. Henley Passport Index-ის ყოველთვიური რეიტინგის ბოლო მონაცემებით რეგიონის ქვეყნებს შორის საქართველოს კვლავ ყველაზე ძლიერი პასპორტი აქვს. წინა კვლევაში ქართული პასპორტით უვიზო მოგზაურობა 122 ქვეყანაში იყო შესაძლებელი. ამჯერად უვიზო მიმართულებების რაოდენობა ერთი ქვეყნით 123-მდეა გაზრდილი. საქართველოში საწვავმა გაძვირება დაიწყო. ბოლო 1.5 თვეში ბენზინგასამართ სადგურებზე სხვადასხვა ტიპის საწვავი 2-დან 20 თეთრამდეა გაძვირებული. რატომ გაძვირდა საწვავი, რა ფაქტორები იყო მთავარი განმაპირობებელი და როდიდან უნდა ველოდოთ ფასების დასტაბილურებას? სანუკა ჯოხაძე ცდილობდა ამ თემაში გარკვევას. საქართველოში ბენზინი გაძვირებას აგრძელებს. გაზაფხულზე საერთაშორისო ტრენდის შესაბამისად საუნხმოებლო ბენზინის შემცირებული ფასი 24 ივნისიდან 2-დან 20 თეთრამდე ღირებულების ზრდას აჩვენებს. სენტა პეტროლიუმის დირექტორი ამბობს, რომ საწვავის გაძვირების ძირითად მიზეზებს შორის საერთაშორისო ბაზარზე არსებული მცირე რყევები და რუსეთის ბაზარზე შესასყიდი ბენზინის გაძვირებაა. ბოლო თვენახევარს თუ ავიღებთ, საერთაშორისო ბაზარზე ფასები გაიზარდა. გარდა ამისა, არის კიდევ მეორე მიზეზიც, რომ რუსეთში, ვინაიდან რუსეთი არის ჩვენი მთავარი მომწოდებელი, მათ გაგვიძვირეს ბენზინი რუსეთის ბაზარზე საერთოდ ამ პერიოდში, ზაფხულის პერიოდში, როგორც ესე ხდება ხოლმე. ეს უკვე ტენდენციაა რუსეთის ბაზრის, რომ ამ პერიოდში შიდა მოხმარება იზრდება, მოხმარების გაზდა იწვევს მეტ მოთხოვნილებას საწვავზე და ამას მოყვება ფასის ზრდა. და ასევე მე უკვე ჩვენზე, როგორც იმპორტერებზე, გადადის ეს ყველაფერი. სოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი კი მცირდება. 24 ივნისის მდგომარეობით ბრენტის ტიპის საწვავის ფასი 69 დოლარამდეა შემცირებული. თვის ჭრილში ამ შემთხვევაში ფასის მატება 3.8%-ია. წლიურად კი კლება 16% შეადგენს. რაც შეეხება რუსულ ურალს, მისი ფასი ამ ეტაპზე 63 დოლარია. თვის ჭრილში ურალსის შემთხვევაში კლება 1.6%-ია, ხოლო წლიურად ურალსის ტიპის საწვავი 17%-ით არის გაიაფებული. ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ ბოლო 1 თვის განმავლობაში საერთაშორისო ბირჟებზე ნავთობის ღირებულება სტაბილურია და მნიშვნელოვანი რყევები არ შეინიშნება. ხედავთ იმ მოცემულობას, რომ სოფლიოს მასშტაბით გეოპოლიტიკური რისკები არის შემცირებული, როგორც ახლო აღმოსავლეთის რეგიონში, აგრეთვე ოპეკის მხრიდან და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია სავაჭრო სატარიფო ომთან დაკავშირებით, ფაქტობრივად ყველაფერი უკვე გარკვეულია და ინვესტორებს აღარაფერი აშინებთ, ამიტომაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ნავთობი არ აქვს მნიშვნელობა, საუბარი გვაქვს ბრენდზე, WTI-ზე თუ ურალზე, საშუალოდ არის გაიაფებული 16.9%-ით. ბოლო ერთვიან პერიოდს თუ დავაკვირდებით, აქ დინამიკა ფაქტობრივად არ შეინიშნება. თითქმის უძრაობა გვაქვს და შეგვიძლია ვთქვათ, რომ სანავთობო ბაზარი ამ პერიოდში არის განსაკუთრებით სტაბილური. ცხადი ანალიტიკოსებს ზოგიერთს აქვს შედარებით ნეგატიური მოლოდინები მომავალთან დაკავშირებით, მაგრამ ეს მოლოდინები უფრო მეტად გადაჭარბებულად შეგვიძლია შევაფასოთ და ამჟამინდელი მოცემულობა რაც არის, ეს არის ძალიან სტაბილური. ნავთობ იმპორტიორთა კავშირში განმარტავენ, რომ საერთაშორისო ბაზრებზე იმ მასშტაბის რყევები, რომ ადგილობრივად საწვავი 20 თეთრამდე გაძვირებულიყო, არ ყოფილა. გაერთიანების ხელმძღვანელის თქმით, ბენზინის ფასების დაკორექტირების მთავარი მიზეზი პოლიტიკური რყევები და ბიზნესის გაუარესებული მოლოდინებია.
არა გვაქვს ის სიტუაცია ჩვენ რომ აი ვთქვათ ძალიან დიდი ფასთა სხვაობები მივიღოთ გაძვირების საკით. იმიტომ რომ სოფლიო სანავთობო ბაზარზე ძალიან დიდი ესე ვთქვათ ისეთი სიტუაცია არ არის რომ ესე ყოველდღიურად ან ყოველთვიურად, ყოველკვირეულად მივიღოთ ჩვენ რაღაც სხვადასხვაობები და რაღაცეები და მაინც დავაბრალებდი პოლიტიკურ სიტუაციებს. მოლოდინი თამაშობს ძალიან დიდ როლს. ჩვენ არ ვიცით ვინ რას მოიმოქმედებს. ჩვენ ვიცით მხოლოდ ერთი რამ, რამდენში ვიყიდით და რა ფასი უნდა დავადოთ. აი რომ იყოს რენტაბელური იგივე კომპანიისთვის, იგივე ქვეყნისთვის, იგივე მომხმარებლისთვის. რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარს, ბრენდირებულ და არაბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებზე ფასები ასე გამოიყურება. სუპერის ტიპის საწვავის ღირებულება 2 ლარი და 99 თეთრიდან 3 ლარსა და 53 თეთრამდე მერყეობს. პრემიუმის ფასი 2 ლარი და 99 თეთრიდან 3 ლარსა და 17 თეთრამდეა. ხოლო რეგულარის ტიპის საწვავი 2 ლარი და 90 თეთრიდან 3 ლარსა და 10 თეთრამდე მერყეობს. ნავთობიმპორტიორები ფასებთან დაკავშირებით კონკრეტულ მოლოდინებზე ვერ საუბრობენ, თუმცა იმედოვნებენ, რომ ადგილობრივ ბაზარზე ფასები დასტაბილურდება. 2025 წლის პირველ ნახევარში საქართველოს ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტი გაუვიებდა. ოფიციალური სტატისტიკა აჩვენებს, რომ ქვეყანაში 601.850.000 დოლარის ღირებულების 808.559 ტონა ნავთობპროდუქტებია შემოსული, რაც გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს ღირებულებაში 4.9%-ით ჩამორჩება, მოცულობაში კი 8.9%-ით ზრდა. იმპორტის ოფიციალური მონაცემებით ჩარშან 6 თვის ჭრილში საქართველოს 1 ტონა ნავთობის და ნავთობპროდუქტების საშუალოდ $853 ყიდულობდა, მიმდინარე წლის პირველ ნახევარში კი ტონა ნავთობპროდუქტების შეძენის საშუალო ღირებულება $744-მდეა შემცირებული, რაც საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობპროდუქტების ფასების შემცირებითაა გამოწვეული. საქართველოს იმპორტში ნავთობს და ნავთობპროდუქტებს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. იანვარ-ივნისში მთლიან იმპორტში 6.19%-იანი წილით ამ საქონელს მსუბუქი ავტომობილების შემდეგ შემცირების მიუხედავად იმპორტირებული საქონლის რეიტინგში მეორე პოზიცია უჭირავს. ნავთობის და ნავთობპროდუქტების მთავარი მომწოდებლები ამ წელსაც რუსეთი იყო. ამ პერიოდში შესყიდვების 47.2% სწორედ ჩრდილოეთ მეზობელზე მოდიოდა და იმპორტი წლიურად როგორც ღირებულებით, ასევე მოცულობით გაზრდილია. 6 თვის ჭრილში $264.600.000 $344.960 ტონა გვაქვს ნაყიდი. ნავთობის და ნავთობპროდუქტების ტოპ 10 საიმპორტო ქვეყნების რეიტინგში რუსეთის შემდეგ პოზიციას იკავებს უკვე რუმინეთი, სადაც $117.400.000 $157.130 ტონა ნავთობი ვიყიდეთ. მას ბულგარეთი მოჰყვება, სადაც ხარჯი $85.800.000 ჰქონდა $115.578 ტონაზე. შემდეგ არის თურქეთი, აქ $34.100.000 ნავთობი ვიყიდეთ, მას აზერბაიჯანი მოჰყვება $22.5 მილიონი ნავთობის შეძენით, ხუთაუს მიღმა კი არის უზბეკეთი, გერმანია, თურქმენეთი, საბერძნეთი და კვიპროსი. შედარებით მცირე მოცულობებით ნავთობის და ნავთობპროდუქტების იმპორტი იანვარ-ივნისში არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან, ბელგიიდან, ნიდერლანდებიდან, ისრაელიდან, მალტიდან, ბელარუსიდან, კორეიდან, ირანიდან და საფრანგეთიდან არის შემოტანილი. მთავრობა ტექინსპექტირების რეფორმის გაფართოებაზე მუშაობს, რომლის მიხედვითაც სავალდებულო პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებას L კატეგორიის ტრანსპორტიც დაექვემდებარება. ორთვლიან სატრანსპორტო საშუალებებზეა საუბარი, როგორიც არის მოპედები, მოტოციკლები, ტრიციკლები და კვადროციკლები. პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება და ინსპექტირების პროცესის მონიტორინგთან დაკავშირებული სიხშირეები სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოში უკვე განხილულია. ამასთან დაკავშირებით შეხვედრაც იყო ტექნიკური ინსპექტირების ასოციაციასთან, მთავრობის საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიის თანახმად გასული წლის აგვისტოდან მიმდინარეობს მუშაობა ნორმატიული აქტების მომზადებაზე, რათა მოპედები და მოტოციკლების სავალდებულო პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებას დაექვემდებარონ. ნორმატიული აქტების მომზადებისთვის კი სახელმწიფოს ვადა 2025 წლის ბოლომდე აქვს განსაზღვრული. ამ ეტაპზე უცნობია, როდიდან შეიძლება ამოქმედდეს L კატეგორიის ტრანსპორტის სავალდებულო ინსპექტირება. ნორმატიული აქტების მომზადებისთვის 2025 წლის ბოლომდე პერიოდის გამოყენების შესაძლებლობა აქვს მთავრობას. აღნიშნული ტრანსპორტი საკმაოდ მრავლად არის წარმოდგენილი საქართველოს ავტოპარკში. ევრო დირექტივის შესაბამისად აღნიშნული ტრანსპორტი დაექვემდებარა უკვე ტექინსპექტირებას ევროპაში 2024 წლიდან სავალდებულოა და შესაბამისად ჩვენი ტექნიკური რეგლამენტით, როგორც მოგეხსენებათ,
ასე ვთქვათ, ჩვენ მივყვებით იმ მოთხოვნებს, რომელიც არის ევროპულ ქვეყნებში დადგენილი ამ მიმართულებით და შესაბამისად 125 კუბურ სანტიმეტრზე მეტი მოცულობის ძრავით მქონე L კატეგორიის ტრანსპორტი საქართველოში უნდა დაექვემდებაროს სავალდებულო პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებას. 2025 წლის ივნისში უბილეთო მგზავრობისათვის გამოწერილი ჯარიმებიდან ბიუჯეტში 274,102 ლარია შესული. ჯამში იანვარ-ივნისში 990,165 ლარის მობილიზება მოხდა. ამას მოწმობს ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების მონაცემები, რომელიც აჩვენებს, რომ წრიულ ჭრილში უბილეთო მგზავრობისათვის გადახდილი ჯარიმების მოცულობა შემცირებულია. გასული წლის იანვარ-ივნისში ამ დარღვევებიდან ხაზინაში 1,795,471 ლარი შევიდა. დედაქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტით, ავტობუსით უბილეთოთა მგზავრობაზე 20 ლარიანი ჯარიმაა დაწესებული. იმ შემთხვევაში, თუ პირი 30 დღის განმავლობაში ამ ჯარიმას არ გადაიხდის, მას საურავი ეკისრება 40 ლარის ოდენობით. ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით იანვარ-ივნისში სანქციებიდან, ჯარიმებიდან და საურავებიდან ბიუჯეტში სულ 174,588,123 ლარი შევიდა. მხოლოდ ივნისში გადახდილი ჯარიმებით ბიუჯეტში 38,557,000 ლარია შესული, რაც წინა თვესთან შედარებით 7 მილიონი ლარით მეტია. საქართველოს საგარეო და საშინაო პოლიტიკის ბოლოდროინდელი ცვლილებები სათვალს ხდის მის როლს რეგიონულ სტრატეგიულ ენერგეტიკულ პროექტებში, მათ შორის ევროკავშირსა და ცენტრალურ აზიას შორის სტრატეგიული ენერგეტიკული კავშირების განვითარებაში. ასე ამბობს მურმან მარგველაშვილი და აღნიშნავს საქმის კურსში სტუმრობისას, რომ ევროკავშირს აქვს ინტერესი შექმნას დერეფანი, რომელთაც სამხრეთ კავკასიის და შავი ზღვის ან თურქეთის გავლით შუა აზიის ქვეყნების ევროპასთან დაკავშირება უნდა მოხდეს. სტრატეგიული განმარტოება სწორედ აი ამ რუსეთისგან დამოუკიდებლობას აყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ, იმიტომ რომ მართლა არ ვიცით ახლა ჩვენი შიგა და გარე პოლიტიკის ბევრი ნაბიჯები ისეთია, რომელიც რაღაც კითხვებს მინიმუმ აჩენს თუ რამდენად მართლა დამოუკიდებელი ვართ ჩვენ გადაწყვეტილებებში. ეხანდელ სიტუაციაში ეს პირობების ერთად მოგროვება იმისთვის, რომ აი ესეთი ძვირადღირებული პროექტების განვითარება მოხდეს, საკმაოდ რთულია და აქ თუ ერთი მაინც რომელიმე ჯაჭვი აკლდება, მე მთელ იმას აყენებს, თქვა, მთელ პროგრამას აყენებს, მთელ პროექტს აყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ. თუ ჩვენი პროექტი მაგალითად და შავი ზღვით დაკავშირება ევროკავშირთან კითხვის ნიშნის ქვეშ და ავტომატურად მაშინ კასპიის კაბელის გამოყვანა შუა აზიიდან აქეთ უკვე გარკვეულად ხო ან სხვა შემოვლითი გზები უნდა იყოს. სარგერო ჩვენ დაუბრუნდეთ ევროკავშირთან მეგობრობის და დემოკრატიული განვითარების გზას და მაშინ ყველაზე მეტი შანსი იქნება აქ, თუმცა რუსეთის და უსაფრთხოების პრობლემა რა თქმა უნდა მაინც იქნება დარჩენილი და ეს არ ჩათვალოთ, რომ ადვილად განსახორციელებელი პროექტები იქნება. სარკინიგზო განშტოების ინფრასტრუქტურის სავალალო მდგომარეობა რეგიონში სამრეწველო პოტენციალის განვითარებას ამუხრუჭებს. ასე აფასებს საქართველოში სარკინიგზო ხაზების მდგომარეობას სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრი. მისი ინფორმაციით, საქართველოს რკინიგზით ბოლო 15 წლის განმავლობაში 2024 წელს ადგილობრივი გადაზიდვების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 1,400,000 ტონა დაფიქსირდა, რამაც ჯამური გადაზიდვების ასევე მინიმალური 10% შეადგინა. 2011-2024 წლებში საქართველოს რკინიგზის ადგილობრივი გადაზიდვები 53%-ით შემცირდა. ორგანიზაცია ადგილობრივი გადაზიდვების შემცირების ტენდენციის ორ ძირითად მიზეზს ასახელებს: საქართველოს რკინიგზის სატვირთო სადგურების ინფრასტრუქტურის განუვითარებლობას და საქართველოს რკინიგზის განშტოებებზე ლიანდაგის სავალალო მდგომარეობას. აღნიშნულია ამავე კვლევაში, რომ დღეისთვის საქართველოს რკინიგზის ქსელზე სატვირთო ოპერაციები მხოლოდ 39 სადგურში წარმოებს, მათ შორის ერთდროულად დაცლის ოპერაციები მხოლოდ 18 სადგურში არის შესაძლებელი. ამორტიზებული სარკინიგზო განშტოებები ამუხრუჭებს ქვეყნის რეგიონების სამრეწველო პოტენციალის განვითარებას. ასეთი სარკინიგზო განშტოებების შენახვა კი დამატებით ტვირთად აწვება ფინანსურად არამდგრად საქართველოს რკინიგზას, წერია სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრში.
ბოლო 4 წელში საქართველოში უცხოელი სტუდენტების რაოდენობა გაორმაგდა. TBC კაპიტალი წერს, რომ 2024-2025 სასწავლო წელს საქართველოში 37100 უცხოელი სტუდენტი სწავლობდა, რაც წლიურად 21%-ით ზრდას ნიშნავს. აქედან 15% საბაკალავრო სტუდენტი იყო, 85 სამაგისტროზე სწავლობდა და სამედიცინო პროფილის უმაღლესი განათლების პროგრამებზე. წელსაც საქართველოს ყველაზე მეტი სტუდენტი უცხოელი სტუდენტების 55% ინდოეთიდან ჰყავდა. შემდეგ იორდანია მოდის 7%-იანი წილით, მესამე ადგილზე ისრაელია, რომლის წილიც 6%-ია. უნივერსიტეტებში გვეუბნებიან, რომ აზიური ბაზრების პარალელურად მზარდი არის ევროპელი სტუდენტების დაინტერესებაც და მიღმა სამედიცინო მიმართულებისა არარეზიდენტი სტუდენტების რაოდენობა იზრდება სხვა პროფილის პროგრამებზეც. რა განაპირობებს უცხოელი სტუდენტების რაოდენობის ზრდას და რა ცვლილი აქვთ მათ საქართველოს ეკონომიკაში? დეტალები ვნახოთ მუცა შუბაშვილის მომზადებულ სიუჟეტში. 2024-2025 აკადემიურ წელს საქართველოს უნივერსიტეტებში 188,000-მდე სტუდენტი სწავლობდა, საიდანაც დაახლოებით 20%, ანუ 37,000-ზე მეტი უცხოელი სტუდენტი იყო. მონაცემები აჩვენებს, რომ ქვეყანაში არარეზიდენტი სტუდენტების რაოდენობა მზარდია და ეს მაჩვენებელი ბოლო 4 წელში გაორმაგდა. საქართველოს ამ ეტაპზე უმაღლესი განათლების მისაღებად ძირითადად აზიური ბაზრების წარმომადგენლები ირჩევენ. კერძოდ, პირველ ადგილს უცხოელ სტუდენტებში 55%-იანი წილით ინდოეთი იკავებს, შემდეგ მოდის იორდანია 7%-იანი წილით, მესამე ადგილზე კი ისრაელია 6%-ით. როგორც კავკასიის უნივერსიტეტში აცხადებენ, აზიური ბაზრების პარალელურად მათ უნივერსიტეტში მზარდია ევროპელი სტუდენტების რაოდენობაც და მიღმა სამედიცინო მიმართულებისა არარეზიდენტი სტუდენტების რაოდენობა იზრდება სხვა პროფილის პროგრამებზეც. თუმცა უნივერსიტეტის პრეზიდენტის განცხადებით, ქვეყანაში უცხოელი სტუდენტების მზარდი რაოდენობის შესანარჩუნებლად არაერთი ნაბიჯია გადასადგმელი. ჩვენთან მარტო ინდოეთი არ არის, უკვე 1500-მდე უცხოელი სწავლობს, აქედან რაღაც 30% არის ინდოელი მხოლოდ, დანარჩენი არის ევროპელები, საკმაოდ ბევრი და ძალიან ბევრი სხვა ქვეყნები, არიან აფრიკელები და არიან აზიელებიც. ასე რომ და ჩვენი ამოცანა არის არა მარტო სამედიცინო მიმართულებით ყავდეს უცხოელი. ჩვენი ამოცანა არის, რომ უცხოელი ყავდეს იგივე IT-ის მიმართულებით, იგივე ბიზნესის მიმართულებით, იგივე ფსიქოლოგიის მიმართულებით და ესეც არის. სადღაც უკვე წელს მეყოლება 300 სტუდენტი უცხოელი არა სამედიცინო განხრით. ჩვენი ინფორმაციით 45,000 უცხოელი სწავლობს უკვე საქართველოში და თუ კიდე ხელშეწყობა იქნება ეს ციფრი შეიძლება 50-ზე და 60-ზე და 70-ზე წავიდეს და ამის შესაძლებლობა საქართველოს აქვს და ამას უბრალოდ ჭირდება უფრო მეტი მოქნილობა იგივე ჩვენი ხელისუფლების, რადგან ეს ვიზების პრობლემა კი მოგვარდა სტუდენტებისთვის, მაგრამ არ მოგვარდა მშობლებისთვის. როგორც ეხან გითხარით, ხვალ დამთავრების ცერემონია გვაქვს და რამდენიმე ათეული სტუდენტის მშობელს ვიზა არ მიცეს და არ შემოუშვეს ქვეყანაში. უმაღლეს სასწავლებლებში აცხადებენ, რომ საქართველო უცხოელი სტუდენტებისთვის განსაკუთრებით საინტერესო რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ გახდა, როდესაც მათ შორის აზიელი სტუდენტების ნაწილმა უსაფრთხოების საკითხების გამო საქართველოში გადმოინაცვლა. უნივერსიტეტების ნაწილში განმარტავენ, რომ არარეზიდენტი სტუდენტებისთვის საქართველო მეტნაკლებად ხელმისაწვდომ ქვეყნად რჩება, როგორც განათლების, ასევე ცხოვრების ხარჯების მიმართულებით, თუმცა მათი თქმით, გლობალურად კონკურენცია სულ უფრო მზარდია, მათ შორის ბალკანეთის ქვეყნების მხრიდან, რომლებიც ასევე აქტიურად ცდილობენ მათ შორის აზიური სეგმენტის სტუდენტების დაინტერესებას. კიდევ ერთ უმთავრეს გამოწვევად უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლები საიმიგრაციო საკითხებს ასახელებენ. ზოგადად ქვეყანა რჩება მიმზიდველად, მე ვიტყოდი, პირველ რიგში მისაღები ფასების გამო, როგორც განათლების ნაწილში საცხოვრებელ ფასებს გულისხმობ და ფასთან მიმართებით ხარისხს. ხით ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. გამოწვევები არის გარკვეული ტიპის, მაგალითად ის, რომ ბევრი ისეთი ქვეყნიდან არის დაინტერესება საქართველოში სწავლაზე, სადაც პირობითად არ გვაქვს ჩვენ როგორც ქვეყანას პირდაპირ საელჩო, უძებს სხვა ქვეყანაში ჩასვლა, ვიზის ასაღებად, ანუ ჩვენ სხვა ქვეყნის ვიზა უნდა აიღონ, იქ ჩავიდნენ, მე იქიდან აიღონ საქართველოს ვიზა, რაც რა თქმა უნდა დამატებითი ხარჯია, დაბრკოლებაა და ამის გამო სტუდენტების ნაწილი ამბობს უარს საქართველოზე როგორც ლოკაციაზე. თუ კი კონკურენტუნარიანი არ ვიქნებით მათ შორის იმ სახელმწიფოთა მიმართ, რომლებიც ჩვენ დაახლოებით საგანმანათლებლო კატეგორიაში გადიან, რა თქმა უნდა, გრძელვადიან პერსპექტივაში ამ სტუდენტებსაც ვერ შევინარჩუნებთ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი
ახალი საგამართლობო ბაზარი იხსნება. მაგალითად, საქართველოსთვის ყველაზე დიდი გამოწვევა, რაც შეიძლება იყოს საგამართლობო ბაზრის თვალსაზრისით, როგორც მედიცინის, ისე სხვა პროგრამების მიმართულებით, ეს არის ბალკანეთის ბაზარი, რომელიც ძალიან სწრაფად ვითარდება, ძალიან ბევრი ინვესტიცია მოიზიდეს სახელმწიფოებმა, რომლებიც ევროპასთან ასოცირებულები არიან. არარეზიდენტი სტუდენტების რაოდენობის ზრდასთან ერთად მზარდია მათი დანახარჯებიც. კერძოდ, გალტენ ტაგარტის მონაცემებით 2023 წელს არარეზიდენტი სტუდენტების მთლიანმა დანახარჯებმა საქართველოში 660 მილიონი ლარი შეადგინა, რაც ბოლო 4 წელში თითქმის გაორმაგებული მაჩვენებელი იყო. აქედან 366 მილიონი ლარი უშუალოდ განათლებაზე გაწეულ ხარჯებზე მოდიოდა. 293 მილიონი ლარი კი სხვა ხარჯებზე, როგორიცაა მაგალითად ბინის ქირა და სხვა ტიპის საყოფაცხოვრებო ხარჯები. იმაზე, რომ პროდუქციის რეალიზაციაში უცხოელი სტუდენტების წილი მზარდია, საუბრობენ რითეილ სექტორის წარმომადგენლებიც. სექტემბრიდან ძალიან იმატებს ხოლმე თბილისში განსაკუთრებით უცხოელ სტუდენტებთან მიმართებაში ბინის ქირაობა. ვიცით, რამდენიმე ათეულობით ათასი სტუდენტია საქართველოში, რომელიც სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოდიან სწავლობენ, გაქირავების სეზონი იწყება და ბევრი ახლა აწესრიგებს ბინებს და რემონტს აკეთებს და სწორედ ამიტომ ეს მიმართულება მკვეთრად იზრდება ხოლმე ივლისში. იმ ფონზე, რომ საქართველოში უცხოელი სტუდენტების რაოდენობა მზარდია, უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ქვეყნისთვის ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის შენარჩუნება უმნიშვნელოვანესია. მათი თქმით, თუ კი საქართველო ვიზა ლიბერალიზაციას დაკარგავს, ეს ქვეყანაში ევროპელი სტუდენტების მოზიდვას მნიშვნელოვნად გაართულებს. ვართ უკნას მართლაც ეს ვიზა ლიბერალიზაცია შეჩერდეს ჩვენთვის. ყველა ვარიანტში მოქმედებს შემოსვლელებს სტუდენტებზე ამ შემთხვევაში. ევროპიდან თორე ხა აზია და ის მას არ დაეთყობა არაფერი. ისედაც უკვე გაღიზიანებული ტონი არის ევროპაში ჩვენზე და ეხლა წარმოიდგინეთ კიდე შეშორში ძალიან გაჭირდება იგივე ევროპელის დარწმუნება რომ ჩამოვიდეს და თუნდაც ერასმუსი არ ვიცი იქნება თუ არა მე ამის შემდეგ რომ ერასმუსი თუნდაც ერთ სემესტრს საქართველოს გაიაროს ეგეც მოიკლებს სალსაღად მოიკლებს. საქართველოს უნივერსიტეტებში 2024-2025 სასწავლო წელს უცხოელი სტუდენტების 15% საბაკალავრო, ხოლო 85% სამაგისტრო და სამედიცინო პროფილის უმაღლესი განათლების პროგრამებზე სწავლობდა. თბილისის მერი კახა კალაძე ამბობს, რომ თვალჭელიძის ქუჩაზე მიმდინარე გამოსახლების პროცესთან მუნიციპალიტეტი არაფერ შუაშია, რადგან შენობა კერძო საკუთრებაა და ამავე დროს ავარიულია. ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალურ დირექტორად ეკატერინე სისაური დაინიშნა. წინა დირექტორის გიორგი ჩიქოვანის მიერ თანამდებობის დატოვების შემდეგ 16 ივლისს ის ჯერ მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა, 24 ივლისიდან კი უკვე გენერალური დირექტორია. ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქრივიშვილმა საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის პოსტზე ივანე აბაშიძე წარადგინა, რომელიც 2023 წლიდან დღემდე კოლუმბია Ship Management Georgia LLC-ს გენერალური დირექტორის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. ბათუმელებმა შემოსავლების სამსახურს საგადასახადო შეთანხმებისთვის მიმართა. მედია ორგანიზაციამ დავალიანების ძირი თანხა სრულად დაფარა. კომუნიკაციების კომისიამ საქართველოში გაფართოებული ურთიერთჩართვის IP პირინგის მომსახურების და ინტერნეტის გაცვლის წერტილების, იგივე IXP-ს განვითარების ბარიერების შესასწავლად კვლევა დაიწყო. მთავრობა ტექინსპექტირების რეფორმის გაფართოებაზე მუშაობს, რომლის მიხედვითაც სავალდებულო პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებას L კატეგორიის ტრანსპორტი, მოპედები, მოტოციკლები, ტრიციკლები და კვადროციკლები დაექვემდებარებიან. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით კომპლექსური ღონისძიებების შედეგად 5 ქვეყნის 13 მოქალაქეა დაკავებული და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიება ჩაატარეს. ეკონომიკის ზრდის პირობებში კორუფციის რისკების ზრდაზე და მასთან ბრძოლის მექანიზმებზე ისაუბრა ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელმა დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას. ერდენ კუპრაშვილი ამბობს, რომ ამ გამოწვევაზე პასუხი რეფორმები და სწორი გადაწყვეტილებები უნდა იყოს. კუპრაშვილის თქმით, ყველა საჯარო დაწესებულებაში იარსებებს მხილების ძლიერი მექანიზმი. ამბობს, რომ მამხილებელი არის ნებისმიერი მოქალაქის საჯარო დაწესებულებაში მომუშავებელი, რომელიც ამხელს კორუფციულ ფაქტს და ამასთან მისივე განცხადებით მამხილებლის დაცვის მექანიზმის გაძლიერება
გაძლიერება არის პრიორიტეტი. როგორც ის განმარტავს, პირს შეუძლია ანტიკორუფციულ ბიუროს კორუფციულ ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდოს. მტკიცების ტვირთი კი მამხილებელს არ ეკისრება და ის გამკვლევის საგანი გახდება. კუპრაშვილი დღეს საჯარო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა, სადაც იმ საკანონმდებლო ცვლილებებზე უნდა ყოფილიყო საუბარი, რომელიც სექტემბერ-ნოემბრიდან ძალაში შევა. ყველა საჯარო დაწესებულებაში იარსებებს მხილების ძლიერი მექანიზმი. ეს იმას ნიშნავს, რომ ხშირ შემთხვევაში, როცა მოქალაქე მიმართავს საჯარო დაწესებულებებს, არ არის დროული პასუხები ამა თუ იმ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ეს მოქალაქის ნდობას კიდევ უფრო ესე ვთქვათ, უარყოფითად განაწყობს საჯარო სექტორის მიმართ და რა თქმა უნდა, ეს არის ჩვენი დემოკრატიისთვის ძალიან პრობლემური საკითხი და საფრთხის მატარებელი. შესაბამისად, მამხილების ინსტიტუტის გაძლიერება, ეს იქნება რეფორმა, რომელიც უზრუნველყოფს და გამჭირვალობას შეიტანს. მამხილებელი არის ნებისმიერი მოქალაქე, მამხილებელი არის საჯარო დაწესებულებაში მომუშავე პირი, რომელიც ამხელს კორუფციულ ფაქტს კონკრეტულ საჯარო დაწესებულებაში. ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის ინფორმაციით, მონიტორინგი გაიარა ყველა გრიგო ლილუაშვილმაც, ვახტანგ გომელაურმაც, ირაკლი ღარიბაშვილმაც და არანაირი დარღვევა არ გამოვლენილა. დამას უსტეპელ კითხვაზე კი გამოვლინდა თუ არა ბიურომ დარღვევა პატიმრობაში მყოფი რომეო მიქაუტაძის დეკლარაციაში. კუპრაშვილი პასუხობს, რომ დიახ, გამოვლინდა. ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელმა კითხვაზე შეისწავლეს თუ არა თორნიკე რიჟვაძის დეკლარაცია, უპასუხა, რომ ასე ზეპირად არ ახსოვს. ასევე რაჟდენ კუპრაშვილის განცხადებით, როდესაც საპარლამენტო არჩევნები დაიწყო, ბიძინა ივანიშვილმა კანონის შესაბამისად ქონებრივი დეკლარაცია წარადგინა, თუმცა მის დეკლარაციას მონიტორინგი არ გაუვლია. ბატონმა გრიგოლმაც, ბატონმა ვახტანგ გომელაურმაც, ბატონმა ირაკლი ღარიბაშვილმაც გაიარა მონიტორინგი, ყოველწლიურად გადის ეს მონიტორინგი, ეს ხალხი მონიტორინგს, მათ შორის ერთი წუთით არანაირი დარღვევები გამოვლენილი არ არის, მათი დეკლარაციები სრულიად თანხმედრაში მოდის. 2023 წლის მონიტორინგში მოხვდა ბატონი რომეო მიქაუტაძე და ჩვენი მხრიდან უარყოფითად იქნა შეფასებული მისი ქონებრივი დეკლარაცია. ბატონი ბიძინა ივანიშვილის მხრიდან წარმოდგენილი იყო კანონის შესაბამისად ქონებრივი დეკლარაცია, როცა ესე ვთქვათ საპარლამენტო არჩევნები დაიწყო და ეს ვალდებულება მისი მხრიდან შესრულდა. რაც შეეხება მონიტორინგს, მონიტორინგის კუთხით არ მოხვედრილა. ბათუმალების და ნეტგაზეთის შემოსავლების ნაწილში საგადასახადო შეთანხმებისათვის მისი მენეჯმენტი მიმართავს შემოსავლების სამსახურს. მედია ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ბათუმალებმა მკითხველის დახმარებით ძირი თანხა 47,000 ლარი უკვე გადაიხადა, ასევე დამატებით გადახდილი არის სარეკლამო შემოსავლიდან მიღებული 12,000 ლარი. შესაბამისად, ამ ეტაპზე ძირი თანხის დავალიანება სრულად გასტუმრებულია. ჯარიმა 95,000 ლარია და საურავი 126,000 ლარი. საგადასახადო შეთანხმების შემთხვევაში ბათუმალები გამოთქვამს მზად ყოფნას 50,000 ლარი 30 დღის ვადაში გადაიხადოს. მედია ორგანიზაცია მიუთითებს, რომ 22 ივლისს თავად შემოსავლების სამსახურმა ბათუმალების ანგარიშზე ინკასოს დადების შესახებ გავრცელებულ განცხადებაში გამოთქვა მზადყოფნა, რომ საგადასახადო შეთანხმების შემთხვევაში მოუხსნას ყადაღა ბათუმალების ანგარიშებს და შესაბამისი გრაფიკის მიხედვით მისცეს საშუალება, რომ დაფაროს სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე არსებული დავალიანება. თბილისის მერია გლდანში ეგრეთ წოდებული ამერის სტადიონის ტერიტორიაზე თანამედროვე ტიპის სპორტული მოედნის მოწყობას აანონსებს. დედაქალაქის მერის ინფორმაციით, მიწის ნაკვეთი, რომელიც 23,789 კვადრატულ მეტრ ფართობს მოიცავს, სახელმწიფომ საკუთრებაში მუნიციპალიტეტს გადასცა, რომელიც თავის მხრივ იღებს ვალდებულებას, რომ ტერიტორიაზე თანამედროვე ტიპის სპორტული მოედანი მოეწყოს და ის ფუნქცია დაუბრუნოს, რაც მას გააჩნდა. ეგრეთ წოდებული ამერის სტადიონი 2004 წელს გასხვესდა და კერძო მესაკუთრეს 20 წლის ვადით გადაეცა. ჯერჯერობით არ არის დასუსტებული პროექტის შესრულების ვადები და ბიუჯეტი, რაც ამ პროექტის განხორციელებისთვის იქნება საჭირო. დაბა ბაკურიანში წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს. ინფრასტრუქტურის მინისტრის განცხადებით, მისი მიზანია, რომ ბაკურიანი საერთაშორისო დონის კურორტი გახდეს სრულყოფილი ინფრასტრუქტურით. გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ბაკურიანში 3 პროექტის ფარგლებში ახორციელებს წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების მშენებლობას. სამუშაოები ბაკურიანის სრულ არეალს მოიცავს და როგორც ინფრასტრუქტურის სამინისტროს გავრცელებულ ინფორმაციაშია მითითებული, ობიექტების ექსპლუატაციაში შესრულება
დასრულის შემდეგ 15,000-მდე ბენეფიციარი უწყოდი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი წყალმომარაგებით და ახალი ინფრასტრუქტურით ისარგებლებს. პროექტები 2026 წელს უნდა დასრულდეს გეგმაში, ასევე წყალარინების გამწმედი ნაგებობის მშენებლობა, რაც შეამცირებს გარემოზე მავნე ზემოქმედებას. ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ტურისტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით გეგმაშია საფეხმავლო და ველობილიკების მოწყობა, რაც უზრუნველყოფს ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო გადაადგილებას, შეამცირებს ავტოტრანსპორტზე დამოკიდებულებას, განტვირთავს მოძრაობას და ხელს შეუწყობს ჯანმრთელი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას. მნიშვნელოვანი პროექტები ხორციელდება ბაკურიანის ტურისტული პოტენციალის გაზრდის და გაუმჯობესების კუთხით, თუმცა გარკვეული პრობლემები არის დამსვენებლებთან მიმართებაში, გამომდინარე იქიდან, რომ აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები, მათ გარკვეული დისკომფორტი ექმნებათ, რისთვისაც მინდა კიდევ ერთხელ ბოდიში მოუხადო ყველას. თუმცა საბოლოო ჯამში, როდესაც ეს პროექტები განხორციელდება, ამ კონკრეტულად ამ კურორტისთვის, საქართველოსთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი კურორტისთვის, ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი და ფიქრობ, რომ ყველა იგრძნობს იმ შედეგს და ეფექტს, რასაც ამ პროექტების განხორციელება გამოიწვევს. კურორტების მუშაობის ტრადიცია დაკარგულია. კურორტოლოგიის და ბალნეოლოგიის ასოციაციის დირექტორის ამ შეფასებით ქვეყანაში მოქმედი 68 კურორტისათვის მთავარი გამოწვევა დღეს ცნობადობის ნაკლებობა. ექიმები არ ურჩევენ პაციენტებს კურორტების სერვისებით, სარგებლობა, სამკურნალო თვისებებით მდიდარი ბუნებრივი რესურსები არ რეკლამდება არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ ქვეყნის გარეთაც. მოქმედი კურორტებისთვის გამოწვევა ინფრასტრუქტურაც, რის გამოც რთულია საკურორტო ზონებით ინვესტორები დააინტერესო. დღეს რომ გვიწევ ეს ნუნიში ინვესტიციის შეთავაზების განხილვა ალბათ არ განვიხილავდით, როგორც მომგებიან ბიზნესს, ამბობს რედაქტორთან ინტერვიუში სასტუმრო ნუნისის დამფუძნებელი. დარგს ჯერ კიდევ არ აქვს 2025-2030 წლების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რომელსაც ADB აფინანსებდა. სამომავლო განვითარების ხედვასთან ერთად სექტორის მარეგულირებლად ახალ კანონმდებლობას ელიან, რომელიც როგორც ამ სფეროში მომუშავეები ამბობენ, დღის შუქზე სექტემბერში უნდა გამოჩნდეს. სექტემბერში ველოდებით კანონს, ხოლო მომავალ წელს სტრატეგიული დოკუმენტი უნდა დამთავრდეს მაგაზე მუშაობა. ეს არის კურორტების განვითარების შესახებ კანონი, სივრცითი დაგეგმარებიდან დაწყებული, მომხმარებლის ქცევით დამთავრებული, ყველაფერი აბსოლუტურად უნდა ჩაიდოს აქ. დღეს არსებობს, რა თქმა უნდა, სამედიცინო რეგულაციები, დღეს კურორტები ძალიან მძიმე მდგომარეობაში არიან, იმიტომ რომ 14-ზე მეტი რეგულაციის დაკმაყოფილება უწევდეს, რა თქმა უნდა, აისახება ფასზე, იმიტომ რომ შესაბამისი პირობა უნდა მოაწყო, ანუ ინვესტორი იძულებულია, რომ ეს რეგულაციები დააკმაყოფილოს, ხოლო ეს ფასი მე ხელმისაწვდომი არ არის ადგილობრივი ბაზრის. ძალიან ძნელია, რომ რომელიმე ერთმა კერძო აი 68 საკურორტო ზონიდან რომელიმე ერთმა შეძლოს გარღვევა ქვეყნის გარეთ და საქართველოს იმიჯის ამიმართულებით წამოწევა. ეს ცალსახად არის სახელმწიფო სამუშაო. რეგიონებში ნებისმიერ ასეთ საკურორტო ზონას არ აქვს ინფრასტრუქტურა, რამოდენიმეს გამოვარჩევდი, ისიც ბოლო 10 წელია რაც განვითარდა, თუმცა 90% ისევ ინფრასტრუქტურული განვითარება არ არის, გზები, ინტერნეტი, გაზიფიკაცია. ეს უკვე სახელმწიფოს მხარეს არის ეს უკვე არის სახელმწიფოს გასავითარებელი და კერძო ვერნერი ინვესტორს ვერ დაინტერესებს შენ რაც არ უნდა იყოს ალბათ ჩვენც ახლა დღეს რო გვიწევდეს ნუნისის ესე ვთქვათ ინვესტიციის შეთავაზების განხილვა ალბათ არ განვიხილავდით როგორც მომგებიან ბიზნესს. კახეთში ატმის და ვაშლატამას კრეფის სეზონი აქტიურ ფაზაშია. გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრი სოფელ გურჯაანში ფერმერ ნიკოლოზ გეთიაშვილის ბაღში ვაშლატამას მოსავლის აღების პროცესს გაეცნო ადგილზე. გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, პროგრამის დანერგე მომავალი ფარგლებში ატმის და ვაშლატამას ახალი ბაღების გაშენება საქართველოს მასშტაბით 300 ჰექტარზე მეტ ფართობზე დაფინანსდა. უწყების ინფორმაციით, ინვესტიციის ოდენობა 4.300.000 ლარზე მეტია. სოფლის განვითარების სააგენტოს დაფინანსება კი 1.700.000 ლარს უტოლდება. წლევანდელი მოსავალი საკმაოდ მაღალი მაჩვენებლები არის. შარშან ექსპორტირებული 26.000 ტონაზე მეტი წელს მოსავალს უფრო მეც ველოდებით. მნიშვნელოვანი არის, რომ საშუალო ფასი სტაბილურია, საკმაოდ მაღალი საშუალო ფასი არის საექსპორტო მოსავალზე, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ თარგმნილობს ის ღირებულებათა ჯაჭვი, რომელიც სოფლის მეურნეობაში არსებობს და რომლის სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ არის მხარდაჭერილი ქმნის ერთობლიობაში პროდუქციის უწყვეტი მიწოდების ციკლს, რომელიც შესაძლებლობას იძლევა, რომ
და დაიჭიროს საშუალო მაღალი ფასი და აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, თითოეული ადამიანი, ვინც ამ პროცესში არის ჩართული, მოყვანიდან რეალიზაციამდე იყოს კმაყოფილი და ეს კიდევ ერთხელ აღინიშნა დღევანდელ შეხვედრაზე ფერმერებთან. ზაფხულის პერიოდში კახელი ფერმერებისთვის მნიშვნელოვანი შემოსავლის წყარო იქცა ატმის მოყვანა და რეალიზაცია. აღსანიშნავია, რომ სახელმწიფოს სწორი გატარებული პოლიტიკის შედეგია, რომ რეგიონში ფუნქციონირებს 50-მდე სამაცივრე მეურნეობა, სადაც დასაქმებულია როგორც ადგილობრივი მოსახლეობა, ასევე ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოგზავნებული მოსახლეობა. აღსანიშნავია, რომ წელს ატმის სავარაუდო საპროგნოზო მოსავალი 40,000 ტონას აჭარბებს. წელს ჩვენი მოსავალი უკვე ბოლოში გადის, ბოლო კრეფები გვაქვს. მოსავალი იყო ძალიან კარგი, იყო მშვენიერი ფასი, საექსპორტო და კარგად გადის. კმაყოფილები ვარ, სტაბილური ფასი იყო და მოვარჩევდებით, რომ ეს სტაბილური ფასი აგრძელდება სეზონის ბოლომდე. ჭარბყურძენს მთავრობა 50 მილიონ ლარად შეიძენს. რთველი 2025-თვის მზადება აქტიურ ფაზაში გადავიდა. სახელმწიფოს დაქვემდებარებაში არსებული მოსავლის მართვის კომპანია 2025 წელს რთველზე 40-50,000 ტონა ყურძნის შესყიდვას და გადამუშავებას გეგმავს. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე ატვირთული დოკუმენტების მიხედვით, კომპანია ხელშეკრულებებს გააფორმებს კახეთის 8 რაიონში მდებარე 25-მდე ღვინის ქარხანასთან, რომლებიც უშუალოდ განახორციელებენ ჩაბარების პროცედურას. შეპესე მოსავლის მართვის კომპანიის მიერ წინა წლების პრაქტიკიდან გამომდინარე, სავარაუდოდ 40-50,000 ტონა ყურძნის მიღება გადამუშავება ხორციელდება სხვადასხვა კერძო ღვინის ქარხნებში დაქირავებული სიმძლავრეებით, რომელთა საერთველოდ მომზადებაც წინასწარ ავანსის სახით თანხების გაცემას მოითხოვს. სხვადასხვა დამხმარე მასალების, ადადარიგო ნაწილების და ტექნიკური აღჭურვილობის შესაძენად წერია შესყიდვების განცხადებაში. 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით მევენახეობა მეღვინეობის განვითარების ბიუჯეტი ჯამურად 81 მილიონ ლარს შეადგენს, საიდანაც უმეტესი ნაწილი რთველის სუბსიდირებას უკავია. კომუნიკაციების კომისიამ საქართველოში გაფართოებული ურთიერთჩართვის IP პირინგის მომსახურების და ინტერნეტის გაცვლის წერტილების, იგივე IXP-ის განვითარების ბარიერების შესასწავლად კვლევა დაიწყო. ამ პროექტის ფარგლებში კომკომი კვლევაში ჩართულ ექსპერტებთან ერთად მაგთიკომის, სილქნეტის, ახალი ქსელების, კავკასუს ონლაინის და მცირე და საშუალო ოპერატორების წარმომადგენლებს შეხვდა, რომლის ფარგლებშიც ბაზრის სპეციფიკის გაანალიზებისთვის სიღრმისეული ინტერვიუები ჩატარდა. კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციით, მათი მიზანია მოვლინდეს და აღმოიფხვრას IXP-ის განვითარების შემოფერხებელი გარემოებები, რათა გაძლიერდეს კონკურენტული გარემო და მომხმარებლებმა გაუმჯობესებული ინტერნეტ სერვისი მიიღონ, რაც თავის მხრივ ხელს ადგილობრივი ციფრული ეკოსისტემის გაძლიერებას და საქართველოს რეგიონულ ციფრულ ჰაბად ჩამოყალიბების პოტენციალს გაზრდის. გაფართოებული ურთიერთჩართვის და ინტერნეტის გაცვლის ნეიტრალური წერტილების ჩამოყალიბება ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი ამოცანა. ეს ნიშნავს, რომ საერთაშორისო ინტერნეტ შეერთებების მიერ შექმნილი კონტენტი ჩვენ ახლოს უნდა მოვიტანოთ ჩვენს მომხმარებელთან, შესაბამისად, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ქვეყნის ციფრულ განვითარებაზე, ციფრულ ჰაბად ჩამოყალიბებაზე, მათ შორის ინტერნეტის გაცვლა და ურთიერთჩართვა ინტერნეტ წერტილების უმნიშვნელოვანესი ნაწილია მთლიანი ციფრული ინფრასტრუქტურის. ამ ამოცანის ფარგლებში კომისიას მხარდაჭერას უწევს საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია Plum Consulting-ი. ეს ინიციატივა მიზნად ისახავს ქართული ინტერნეტ ბაზრის გაუმჯობესებას და ყურადღებას ამახვილებს ქსელებს შორის ურთიერთდაკავშირებადობის და ინტერნეტის გაცვლის წერტილის გაძლიერებაზე. ჩვენ გავაანალიზებთ ქართულ ბაზარს და შევადარებთ ევროპის ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკას და კომკომს გაუზიარებთ ჩვენს მოსაზრებებსა და რეკომენდაციებს, რომლითაც ისარგებლებს ქართველი მომხმარებლები. ჩვენი მიზანია ხელი შეუწყოთ ქვეყნის მასშტაბით უფრო სწრაფი, სტაბილური და ხელმისაწვდომი ინტერნეტის განვითარებას. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევა ხელშეუწყობს საქართველოს მოსახლეობისთვის უკეთესი ინტერნეტ მომსახურების შექმნას და ველით პროდუქტიულ პარტნიორობას. დღევანდელი შეხვედრა ჩვენთვის ერთ-ერთი საკონდო საკითხი შეეხება, რომელიც არის გაფართოებული ურთიერთჩართვის საკითხების მოწესრიგებას. ამგვარად მოგვარდება ლოკალური ტრაფიკის, ლოკალური შეერთებების, სიმძლავრეების და ბიდაბრი უკავშირდება, რა თქმა უნდა, ასევე ინტერნეტის ხარისხის და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას. ამიტომ დიდი მოლოდინით მათ განწყობილ რეკომენდაციების ვიმოთ, რომელსაც მისცემს ეს მაღალი დონის ექსპერტები კომისიას.
გაზპრომის სომხეთის ოფისმა განაცხადა, რომ სომხეთისათვის ბუნებრივი აირის მიწოდება 24 ივლისიდან 26 ივლისის ჩათვლით შეწყდება. კომპანიაში აღნიშნავენ, რომ მიზეზი ყაზახ საგურამოს მონაკვეთში დაფიქსირებული დაზიანებაა, რომლის შეკეთებასაც სავარაუდოდ 3 დღე დასჭირდება. საქართველოში სიმინდის იმპორტი 3-ჯერ გაძვირდა. მოცულობა 5.5-ჯერ არის შემცირებული. საქსტატის მონაცემებით იანვარ-ივნისში ქვეყანაში 6222 ტონა სიმინდი შემოვიდა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი 34322 ტონა. შესაბამისად, სიმინდის იმპორტი თითქმის 82%-ით შემცირდა, ფასი კი 3-ჯერ არის გაზრდილი. რუსეთმა, რომელიც მსოფლიოში მზესუმზირის ზეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ექსპორტიორია, წლის პირველ ნახევარში მიწოდება გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 38%-ით შეამცირა. იანვრიდან დღემდე პერიოდში რუსული მზესუმზირის ზეთის ექსპორტმა 1.700.000 ტონა შეადგინა, მაშინ როდესაც 2024 წლის იანვარ-ივნისში ექსპორტი 2.600.000 ტონა შეადგენდა, ხოლო მთელი 2024 წლის განმავლობაში ქვეყნიდან რეკორდული რაოდენობა 5.300.000 ტონა მზესუმზირის ზეთი გავიდა. დებელ წერს, რომ გერმანიის შინაგან საქმეთა ფედერალურმა სამინისტრომ სხვა ქვეყნების მოქალაქეებისთვის ჰუმანიტარული ვიზების გაცემის პროცედურა შეაჩერა. ელექტრომობილების მწარმოებელმა ამერიკულმა გიგანტმა ტესლამ იმედგამაცრუებელი ფინანსური შედეგები წარმოადგინა, როგორც ბუღალტრული ანგარიშებიდან ჩანს, კომპანიის საერთო შემოსავალმა მეორე კვარტალში 22.5 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით 12%-ით ნაკლებია. დაიცა ტესლას მოგება, რომელმაც 1.170 მილიონი დოლარი აჩვენა, როცა წინა წელს ეს მაჩვენებელი 1.400 დოლარის ფარგლებში იყო. გაუარესებულია კომპანიის მოგების მარჟა, შემოსავალი ერთ აქციაზე და ყველა ძირითადი ფინანსური ინდიკატორი. რაც ყველაზე უარესია, შემცირებული არის ტესლას ელექტრომობილებზე მოთხოვნა, რაც როგორც კომპანიის იმიჯის შელახვას, ასევე ფედერალური შეღავათების გაუქმებას განაპირობებს. ცუდი ფინანსური შედეგები ინვესტორებმა ნეგატიურად მიიღეს და ბირჟის გახსნამდე ტესლას აქციების შეფასება 7%-ით შემცირდა. ამ წლის მეორე კვარტალში ვიდეო პლატფორმა YouTube-მა 9.8 მილიონი დოლარის სარეკლამო შემოსავალი მიიღო. ეს 13%-ით უფრო მეტია, ვიდრე გასული წლის იგივე პერიოდში დაფიქსირდა, როცა მაჩვენებელი 8.7 მილიონი დოლარი შეადგენდა. TechCharge-ის ინფორმაციით, შედეგმა ანალიტიკოსების მოლოდინს გადააჭარბა, რომლებიც YouTube-ის შემოსავალს დაახლოებით 9.6 მილიონი დოლარს პროგნოზირებდნენ. ნილსენის ბოლო ანგარიშით YouTube-ი ზედიზედ 3 წელია სატელევიზიო აუდიტორიის უდიდეს წილს იკავებს, რაც ტელევიზიის ყურების მთლიანი დროის 12.4%-ია. სტრიმინგ სერვისებს შორის YouTube-ის კონკურენტები HBO Max-ი, Amazon Prime Video არიან, რომლებიც თავიანთ პლატფორმებზე რეკლამის მოცულობას ასევე ზრდიან. Netflix-ი წელს სარეკლამო შემოსავლის გაორმაგებას გეკნავს. კომპანია ზუსტ ციფრებს არ ასახელებს, თუმცა Medios and Wall-ის ანალიტიკოსები მის სარეკლამო სეგმენტს დაახლოებით 3 მილიარდ დოლარად აფასებენ. რუსეთმა, რომელიც მსოფლიოში მზესუმზირის ზეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ექსპორტიორია, წლის პირველ ნახევარში მიწოდება გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 38%-ით შეამცირა. ფედერალური საგადასახადო სამსახურის მონაცემებზე დაყრდნობით სასელექციო საწარმოო კომპანია რუსიდის ანგარიში წერია ამასთან დაკავშირებით. იანვრიდან ამ დრომდე რუსული მზესუმზირის ზეთის ექსპორტმა 1.700.000 ტონა აჩვენა, მაშინ როცა შარშან იანვარ-ივნისში ექსპორტი 2.600.000 ტონა იყო. მთელი 2024 წლის განმავლობაში კი ქვეყნიდან რეკორდული რაოდენობის 5.300.000 ტონა მზესუმზირის ზეთი გავიდა. მკვეთრი დაცემა დსთ-ს არაწევრ ქვეყნებზე დაფიქსირდა, სადაც მიწოდება წელს 45%-ით არის შემცირებული, მაშინ როდესაც დსთ-ს ქვეყნებში ექსპორტი 31%-ით არის გაზრდილი. რუსიიდი წერს, რომ მიმდინარე წლის პირველ ორ კვარტალში ექსპორტის მოცულობის შემცირება 2023 წლის მოსავლის ნარჩენების ამოწურვის შემდეგ ნედლეულის დეფიციტმა გამოიწვია. იმპორტიორები პალმის და სოიოს ზეთებზე მათი ხელმისაწვდომობის გამო აქტიურად გადადიან. წელს მზესუმზირის ნათესი ფართობები 2024 წელთან შედარებით 9%-ით გაიზარდა, რაც ხელსაყრელი ამინდის პირობების გათვალისწინებით მაღალი მოსავლის მიღების შანსს იძლევა. თუმცა ზოგიერთ რეგიონში გვალვაა, რამაც გვალვისადმი ამ კულტურის შედარებით მდგრადობის მიუხედავად მოსავლიანობაზე შესაძლოა უარყოფითად იმოქმედოს, წერს რუსიდი.
რუსეთის მთავრობა სოციალურად მნიშვნელოვანი საქონლის შესაძენი ფასების ფიქსაციას განიხილავს, რასაც ინფლაციის შეკავების ერთ-ერთ ღონისძიებად აფასებს. რუსული გამოცემა „იზვესტია“ წერს, რომ საკითხი სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სექტორული საზოგადოების, ასევე საცალო ვაჭრობის წარმომადგენლებთან შეხვედრის დროს იყო განხილული. სურსათის მწარმოებლებსა და საცალო ქსელებს შორის გრძელვადიანი კონტრაქტების წილი ფასების გაყინვით გაიზრდება. ეს კონტრაქტები გარკვეული პერიოდის განმავლობაში საქონლის პარტიებად მიწოდებას ეხება, რომლის მიხედვითაც საცალო ქსელები პროდუქტებს მწარმოებლებისაგან ყიდულობენ. სოფლის მეურნეობის სამინისტრო მრეწველობის და ვაჭრობის სამინისტროს შესთავაზა ჩამოაყალიბოს თავისი პოზიცია ისეთ კონტრაქტებში ღირებულების დაფიქსირების მექანიზმის უზრუნველყოფისათვის და სხდომის თანახმად ქათმის კვერცხის მიწოდებაში გრძელვადიანი კონტრაქტების წილი 70-80%-ია, ბოსტნეულის მიწოდებაში 50-60%. თუმცა ეს წილი შესაძლოა რომ შემცირდეს. საქონლის კონკრეტულ სიას, რომლის ფასებით შეიძლება გაიყინოს, მთავრობა განსაზღვრავს, ხოლო სოფლის მეურნეობის სამინისტრო მრეწველობის და ვაჭრობის სამინისტროსთან, ასევე ფედერალურ ანტიმონოპოლიურ სამსახურთან ერთად ასეთ კონტრაქტებში ფასების ფორმირებას გააკონტროლებს. სოფლის მეურნეობის სამინისტროს წყაროს ინფორმაციით, ფასების ლიმიტი სოციალურად მნიშვნელოვან საქონელს, მათ შორის ბოსტნეულს და კვერცხს შეეხება. საცალო ვაჭრობის კომპანიათა ასოციაცია კი აღნიშნავს, რომ ამ სიაში ასევე შესაძლოა იყოს ვაშლი, სათბურის ბოსტნეული და სხვა ბევრი პროდუქტი. გერმანიის შინაგან საქმეთა ფედერალურმა სამინისტრომ სხვა ქვეყნების მოქალაქეებისთვის ჰუმანიტარული ვიზების გაცემის პროცედურა შეაჩერა. The Bell წერს, რომ ჰუმანიტარული მიღების პროცედურა ბინადრობის შესახებ კანონის 22 პარაგრაფის მეორე პუნქტის შესაბამისად არის შეჩერებული, რომლის საშუალებითაც გერმანიაში გადასვლა იმ პირებს შეეძლებათ, რომლებიც ადამიანის უფლებების ომის საწინააღმდეგო ან ჟურნალისტური საქმიანობის გამო საფრთხის ქვეშ იმყოფებოდნენ. ასეთი საქმეების დამტკიცების შეფერხებები მანამდეც რამდენიმე კვირის განმავლობაში შეენიშნებოდა. ორგანიზაცია რეპორტიორების საზღვრების გარეშეს გერმანულმა ფილიალმა დაადასტურა, რომ ახალი ჰუმანიტარული ვიზების გაცემა არის შეჩერებული, თუმცა თავად პროგრამა არ არის დახურული. მაგალითად, ჟურნალისტებს, რომლებიც რისკის ქვეშ არიან, დოკუმენტების წარდგენა კვლავ შეუძლიათ, ხოლო უკვე გაცემული ვიზები ასევე ქვეყანაში შესვლის და ბინადრობის ნეპართვები ძალაში რჩება. გავრცელებული ინფორმაციით, ჰუმანიტარული ვიზების შეჩერების გადაწყვეტილება შესაძლოა გადაიხედოს. ასეთი იყო საქმის კურსის შემაჯამებელი გამოშვება ამ დროისათვის. წინ საქმიანი საღამო მოგეოლდებათ, რომელსაც გიორგი არონია და გიორგი თოლორდავა გაუწყობიან. ჩვენ ერთმანეთს ხვალ შევხვდებით BMG TV-ს ეთერში საღამოს 7 საათზე დროებით.